მაშინ, როცა სამამულო თეატრების სეზონს ხურავენ და როდესაც ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ არ გამოსულა კლასიკური თეატრალური ფორმების ტყვეობიდან, თბილისში კიდევ ერთი განსხვავებული ფორმისა და ესთეტიკის თეატრი ამავე მაყურებელს შედარებით უცხო სანახაობას თავაზობს. თუმცა ძალიან ნაცნობი თემით. ეს არის ნარკომანია, რომელიც თანამედროვე თაობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ წარმოქმნას. ხო. ყურადღებით და იცით რატომ თითოეულ თქვენთან შესაძლებლობა ექნება მთლიანად შეცვალოს ეს ისტორია. ცვლილებების თეატრი, რომელიც ქართულ თეატრალურ სივრცეში სიახლესა და ახალ გამოცდილებას უკავშირდება, კლასიკური თეატრებისგან იმით არის განსხვავებული, რომ მასში არა მხოლოდ მსახიობები იღებენ მონაწილეობას, არამედ მაყურებელიც, რომელსაც საშუალება აქვს აქტიურად ჩაერთოს თამაშში და შეცვალოს ყველაფერი, რაც სპექტაკლში არ მოსწონს. ასეთი ფორმა, რომლის ისტორიაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება, ქართულ თეატრალურ სივრცეში დამკვიდრებას ახლა იწყებს. რეალურია ეს გამოსავალი? არჩანს საწყისი კარგია? ელი საწევი თუ შეიძლება. კარგია საწყისი, დიდი მადლობა. კიდევ ვის გონია რომ აი ზუსტად ამ მომენტში შეიძლება და რაღაცა სხვაგვარად მომხდარიყო. სხვა გადაწყვეტილება მიგვიყვება. See today is it's a technique. ასეთი თეატრალური ფორმა ბრაზილიელ რეჟისორ ავგუსტო ბოალის ეკუთვნის და მას ფორუმის თეატრი ჰქვია. ის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მე ბედმა გამიღიმა, რომ ბოალთან თანამშრომლობ და მაქვს საშუალება ზემოხსენებული თეატრალური ფორმა ჩემს საკუთარ იდეებთან გავაერთიანო. ხშირად მინახავს ის ეფექტი, რომელსაც ასეთი თეატრალური ტექნიკა ადამიანებზე ახდენს. ის იმდენად ძლიერია, რომ სოციალური ცვლილებების გამოწვევაც კი შეუძლია. Made in different places, and I think it's a very powerful tool for social change. Ჩვენ პროექტი დავიწყეთ 2003 წელს, პირველი ჩვენი სპექტაკლი გავიდა 2003 წლის არჩევნების წინ, ანუ ვარდების რევოლუციის წინ, ამ სპექტაკლს ერქვა არჩევანი და მაშინ მოხდა შერჩევა რეჟისორის და დრამატურგის, ბატონი გიორგი სიხარულიძე არის რეჟისორი, ქალბატონი ქეთი პატარაე არის დრამატურგი და მსახიობებს კი არჩევს რეჟისორი. ინტერაქტიულ პრინციპზე აგებული წარმოდგენა სახელწოდებით ზღვარზე, რომელიც ჯერჯერობით საკუთარი სივრცის არ მქონე ცვლილებების თეატრმა კლუბ ბერლინში წარმოადგინა, სწორედ მსახიობებისა და მაყურებლის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. როდესაც დავთანხმდი ამ თეატრში მუშაობას, ეს მთავარი ამოსავალი წერტილი რაც იყო, მომხიბლა იდეა. ძალიან აქტუალურია მსგავსი ტიპის თეატრი, რომელიც ჩამოაყალიბა ბრაზილიელმა რეჟისორმა ავგუსტო ბოელმა და ეს ამ ტიპის თეატრი მუშაობს შესანიშნავად ბრიტანეთში, რუმინეთში, ლატვიაში, ჩამოყალიბდა საქართველოში, სულ რაღაც ერთი თვეა ანალოგიური თეატრი არსებობს უკვე აზერბაიჯანში და აი ძირითადად იმ ქვეყნებში გაიხარა ამ თეატრმა, სადაც სოციალური პრობლემაა, სადაც სიდუხჭერია, სადაც უამრავი პრობლემა არის ახალგაზრდებთან. და სანამ დავიწყებთ ჩვენ სპექტაკლზე მუშაობას, მანამდე გამოკვლევა ტარდება, შემდეგ ამ გამოკითხვის შედეგად ვგებულობთ რა არის ყველაზე აქტუალური პრობლემა, შემდეგ ეს პრობლემა მიდის დრამატურგთან და დრამატურგი უკვე გამზადებულ მასალას გვაძლევს ჩვენ და ჩვენ შესაბამის ფორმას მოუძებნით ხოლმე ამას, რომ ესეთი აქტუალური გავხადოთ მაყურებელთან და ცოტა სხვა კუთხით მივაწოდოთ. და მის მხარზე დაასვენეთ ხელი.
რადგან ცვლილებების თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი აქტუალურ თემას ეხებოდა, ამიტომაც მასზე არამხოლოდ რეჟისორი და სცენარისტი, არამედ ფსიქოლოგი და სოციოლოგიც მუშაობდნენ. ნარკომანი გოგონასა და მისი ოჯახის, დიაბეტიანი დედის, ამერიკაში განათლება მიღებული ძმისა და კიდევ 2 ნარკომანი ბიჭის დრამატული ფინალის მქონე ისტორიის ნახვის შემდეგ მაყურებელი რამდენჯერმე ჩაერთო სპექტაკლში და საკუთარი ვერსიით უკეთესი ფინალის, ანგნებოდ გამოსავლის ძიებასაც აქტიურად შეუდგა. როგორც ჩანს, პრობლემის თეატრალური ფორმით მოწოდებამ ამავე მაყურებელს სცენაზე გამოსვლისა და თამაშში ჩართვის პრობლემაც კი მოუხსნა. დღეს მაგალითად იმუშავა მე მგონი, ხო? ნორმალურად იყო ყველაფერი. სასურველი იქნებოდა, რომ აზრები არ არის აუცილებელი, რომ აი იყოს იდეალური ვარიანტი და კარგი. აქ არის აზროვნების ვარჯიში უბრალოდ და უშუალო კონტაქტში შესვლა მაყურებელთან, მსახიობებთან და ასე შემდეგ. მე მგონი გამოვიდა. რატო არა, კი? ხალხი ამოვიდა პროსი თაობიდანაც, უმცროსი თაობიდანაც და ყველა თაობიდან რაღაც თავის სიტყვა თქვეს, უნდათ ყოველ შემთხვევაში რაღაც სხვანაირად მომხდარიყო. როდესაც ჩვეულებრივ კლასიკური თეატრის სპექტაკლს უყურებ, იქ უნდა გქონდეს საშუალება, რომ სახლში წახვიდე და იქ იფიქრო. მაგრამ აქ კონკრეტულად მაყურებელს აქვს საშუალება, შესაძლებლობა იმისა, რომ დაждდეს და მსახიობებთან ერთად, სპექტაკლის რეჟისორთან ერთად და სპექტაკლის შემქმნელებთან ერთად, ვინც არიან, თელ ამ კოლექტივთან ერთად იფიქროს რა მოხდა, რატო არის, რაზეა. რა პრობლემაა დასმული? ანუ სპექტაკლი არ არსებობს, რომ პრობლემა არ იყოს, გინ კლასიკური იყოს და გინ არაკლასიკური, მაგრამ აქ უკვე გადაჭრაც მაყურებლებზე არის დამოკიდებული. თანამედროვე საზოგადოების სხვადასხვა პრობლემის შესახებ მსგავსი თეატრალური წარმოდგენების გამართვას ცვლილებების თეატრი მომავალშიც აპირებს. მანამდე კი სპექტაკლის ზღვარზე რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს, სკოლას და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარსაც კი მოივლის.